მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ აგერ ისეთი ამბავი მომხდარა, უცხო ქვეყნის აგენტები დაუჭერიათ და უпроსორად ქართველები დავერბოვკებული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ და 8-12 წლამდე პატიმრობაო ემუქრებათო და ურზე ინტერპოლი აცხადებს ზემნას და ერთიო დაკავებულია ხარ როგორც საინტერესო მოვლენა, თუმცა ამაზე უნდა მოგვიანებით მინდა უფრო ვისაუბრო. მანამდე მინდა ისევ და ისევ მოუბრუნდე იმ თემას, რომელი თემაც უშინ ძალიან პოპულარული გახდა ქართულ საზოგადოებაში და არის ახლა რის გამო გახდა პოპულარული, ცალკე საკითხია კაცო, არა იმიტომ რომ მართლა ღირსეული მოვლენა მოხდა რაღაცა, საქართველოში საერთოდ ღირსეული და ნორმალური მოვლენები აღარ ხდება დიდი ხანია. იმდენად იდიოტიზმი იყო, რომ ახლა ყველამ აღიარა ეს ყველაფერი, თვითონ ალბათ ვინც დააჯილდოვა იმათაც ეცინებათ ულვაშებში და აი ამ თემასთან დაკავშირებით დავიწყებ და მოგახსენებთ ყველაფერს. ჩემო კარგებო, ამუკა მდინარაძე გახდა საქართველოში გენერალ-მაიორი. გენერალ-მაიორი გახდა ადამიანი, რომელ ადამიანსაც არათუ სამხედრო აკადემია, არათუ პოლიციის აკადემია, არათუ უშიშროების აკადემია, ასევე არც სკოლები, ხო შეიძლება ან სამხედრო ლიცეუმი ქონოდა დამთავრებული, ან რაიმე სამაგისტრო სკოლა ქონდა გავლილი, კურსები მაინც უსაფრთხოების. სავალდებულო ჯარში ხო შეიძლებოდა ემსახურა ამ ადამიანს, რომ რაღაცა უსაფრთხოებასთან საქმე ქონოდა. მაგრამ მსგავსი არაფერი ამ ადამიანის ბიოგრაფიაში არ იკითხება, ერთადერთი რო იყო ნაცების დროს სტაჟიორი გამომძიებელი და ამის მერე იყო ადვოკატი, ჰქონდა ადვოკატური ფირმა, რა ვიცი. სინამდვილეში იყო სუსის ადვოკატი, ეშმაკის ადვოკატი, ნაცების დროს გარიგებებს აწყობდა რაღაცა და გამოუგნებელი ის იყო, რომ აი ეს გენერალ-მაიორი პლატონი დინარაძე, არ ვიცი, ამას ისეთი კარიერა ჰქონდა, გამოუგნებელი არის ალბათ ნებისმიერისთვის, აი მინდა გაჩვენოთ რა. ბოლო პერიოდში მისი კარიერული წინსვლა, მისი კარიერული პროგრესი 2025 წლის 3 სექტემბერს ლეიტენანტი გახდა, ეს უკვე ოფიცერთა წოდება არის, მე უფროსი ლეიტენანტი ორი ისევეს. ოქტომბერში, შემდეგ დეკემბერში კაპიტანი გახდა, დეკემბერშივე ეს რა ქვია მაიორი 9 მარტს ვიცე-პოლკოვნიკი გახდა, 9 აპრილს პოლკოვნიკი გახდა და 21 აპრილს კაცი გახდა გენერალ-მაიორი. არ ვიცი, აი მსგავსი წოდებებით ადამიანის ასეთი სწრაფი ამაღლება კარიერაში თვითონ ნაპოლეონსაც არ ქონია თავის დროზე. დედაშენთანა ვარ გაშვებული, დედაშენთან ვარ, ნეთანიახუვიჩი. და დედაშენთანა ვარ დიდი სიყვარულით დაკავებული. ოღონ უნალექოთ ამაკ სიყვარული, რომ არ გამრავლდეს შენაირები. ხო, სოფელში ვიქნები თუ ქალაქში ვიქნები, ეგი თქვენი ურიების საქმე არაა. წადვიძე მიხედი შენებას. ხო და აი ესეთი გენერალ-მაიორი ყავს და მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, აი დედას გეფიცები თუ ამას არ ვამბობდე, თუ დახვრეტაზე არ მოვაწერო ხელი. აი დახვრეტაზე მოვაწერ ხელს. უმარტივესი იარაღის, კალაშნიკოვის ავტომატის დაშლა აწყობა თუ იცოდეს გენერალ-მაიორმა დინარაძე. აი დედას გეფიცებით, ამაზე მოვაწერ დახვრეტაზე ხელს, რომ მიუტანო. ვერც დაშლის და ტიპი ვერც აწყობს იარაღს. და ეხლა რაშია საქმე, იცით ხალხო? აი უცნაური ხალხი ვართ, ქართველები.
და ყველაფერი იცის, ყველაფერი ესმის. ყველაფერში გარკვეულია საქართველოში, რა თემაც არ უნდა იყოს იმ წუთში. მე ახლა ელემენტარულ კითხვას უსვამ აი ამ ხალხს. აი როგორ ხალხს, იცით? აი გაჩვენებთ ახლა ეს. არ მინდა ახლა თლათ ბოლომდე გავწირო ეს ადამიანი კომენტარებს წერს ჩემს გვერდზე გამომწერი არის და მოდი დავფარავ რომელმაც დამიწერა ესა რა ქვია ესეთი კომენტარი რომ სტალინს და ბევრ სახელმწიფო მოღვაწესო არ ქონიაო დამთავრებული ინსტიტუტი და აკადემიები, მაგრამ საქმის ცოდნითო ნუ ზემოთ იყვნენო წასულიო და რავი რაღაცა ნაცი არ გახდესო და ისე რო იცოდე ესა ნაცების ის იყო ეშმაკის ადვოკატი იყო ბატონო თემური ქვია ამ კაცს თემური რო იცოდეთ ვიცი ახლა შემოხვალთ და ნახავთ ამ იმას და მერე და მეორე ბიჭო სტალინს ადარებთ თქვენ მამუკა მდინარაძეს სტალინმა გენერალ-სიმუსობა ივანიშვილის უკანალის წმენდაში კი არ მიიღო და ივანაშვილების უკანალის წმენდაში მეორე მსოფლიო ომი მოიგო მსოფლიოში ყველაზე სისხლიანი ყველაზე დიდი უბედურების ომი რომლის მსგავსი ძლიერ კაცობრიობას არ ახსოვს რომელშიც 85 მილიონი ადამიანი დაიღუპა და ამიტომ მიანიჭეს ხო სანამ სტალინს შეადარებდე ამ უწიგნურს ამ ვირთხას ამ ცოტა დაფიქრდით და ესე რა ქვიაო დაგავიწყდათ სისხლიანი 9 წელი მე არ დამვიწყებია სისხლიანი 9 წელი შენაერ გამოსირებულებს დავავიწყდა ესა კოცებს ბატონო თემურ სისხლიანი 9 წელი და დაგავიწყდა რომ სისხლიანი 9 წლის დროს მამუკა მდინარაძე იყო სუსის იმდროინდელი კუდის ადვოკატი და ეს ქოცური მთავრობა რომ მოვიდა მერე იყო იმისი რა ქვია მერაბიშვილის ბიძიის ადვოკატი ხო ეს ისე თქვენაირ სირებს რო დაავიწყდა ერის და ქვეყნის მთავარი პრობლემა მამუკა მდინარაძე კი არა არც ივანაშვილი არა პრობლემა აი ესეთი ხალხია პრობლემა აი ესეთი ხალხი არის პრობლემა ხალხი რომელიც ყველაფერს გაამართლებს ხალხი რომელიც ყველაფერს გაათეთრებს ხალხი რომელიც მზად არის ხელისუფალს მზად არის თავის სისტემას ყველაფერში გააპრაღოს ყველაფერში უკანალი გამოწმინდოს გინდა სტურვამ დადგას ის სიმახინჯე რაც დადგა და დაარქვას ვეფხისტყაოსანი პორნო თეატრი გინდა იარაღის დაშლა არ ყოფნის მცოდნე მამუკა მდინარაძე დააყენონ უშიშროების მინისტრად და უშიშროების მინისტრობიდან მერე კიდე იქ ცალკე სამინისტრო შევქმნან მაგაზეც ვიტყვი ორ სიტყვას და არა აქვს მნიშვნელობა რაც არ უნდა მოხდეს თუ უნდა ბიძინა ივანაშვილმა თავისი შვილი მოიყვანოს და დასვას არც ამაზე არაფერზე არა პრობლემა აი ეს ხალხი არის პრობლემა აი ეს ხალხი ქვეყანაში რათაც აი ესეთი ადამიანები არის ბევრი ქვეყანაში ხო მით უფრო ვერასდროს ვერ წავა ქვეყანა წინ არასდროს ქვეყანას არაფერი არ იშველება სანამდე აი ესეთი მონური ფსიქოლოგიის გამправებელი ადამიანები ასევე სამწუხაროდ ოხრათაა საქართველოში აი ესეთი ბიოლოგიური ნაგავი ეხლა მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა ეხლა გეკითხებით თქვენს აი ამასაც ვეკითხები დანარჩენებსაც ვეკითხები მამუკა მდინარაძე თავარ ექიმად რო დაენიშნა ცადვი აი ელემენტარულ კითხვას უსვამ აი იმის აი თავარ ექიმად და ქირურგიული ოპერაციის ჩატარების უფლება რომ მიეცათ. მე გეკითხებით, აი ესეთები ქოცები, გამправებლები, ტაშის მკვლელები თუ დაწვებოდით დანის ქვეშ, რომელი დანის ქვეშაც მამუკა მდინარაძე გაგიკეთებდათ ოპერაციას. მაინტერესებს. ძალიან მაინტერესებს აი ასე სწრაფად მამუკა მდინარაძეს რომ დაემთავრებია სამედიცინო სასწავლებელი. ნუ ნებისმიერს უსვამ კითხვას. ეს ქვემოთ ნაპოლეონ ბონაპარტის წოდებები არის, თუ როგორ მიაღწია ბრიგადის გენერლობამდე. მე მაინტერესებს ბიძინა ივანაშვილი და ნებისმიერი ქოცი თავისი ოჯახის წევრს
თუ დააწვენდა საოპერაციო მაგიდაზე, სადაც მამუკა მდინარაძე იქნებოდა მთავარი ექიმი. ან ეს ნებისმიერი გამправებელი ვინცა თავიანთ შვილებს თუ დააწვენდნენ იქ ან თვითონ თუ დააწვევდნენ. რა თქმა უნდა არა, ხო? გამორიცხული. მე მაინტერესებს ბიძინა ივანაშვილი და მისი ოჯახი თუ ანდობდა მის პირად უსაფრთხოებას, მისი დაცვის უფროსად თუ დანიშნავდა მამუკა მდინარაძეს. აი გეკითხებით, აი ვეკითხები იმ ყველაზე დიდ გამправებელ ქოცსაც. თუ ჩააბარებდა ივანაშვილი საკუთარ უსაფრთხოებას, პირად უსაფრთხოებას მამუკა მდინარაძეს. რა თქმა უნდა არა, ხო? რა თქმა არანორმალური და დებილი უნდა იყოს, რომ მამუკა მდინარაძეს ჩააბაროს აი ესე 7 თვეში გამხდარ გენერალ მაიორს, საერთოდ არანაირი წოდებიდან დილას რო ვიცე-პოლკოვნიკი იყო და საღამოს რო პოლკოვნიკი გახდა. უკაცრავად 25 დეკემბერს რო კაპიტანი იყო და 26 დეკემბერს რო მაიორი გახდა. ჩაბარებდა ვინმე ამას? ხო არავინ ჩააბარებდა. აბა მაშინ ნებისმიერს გისვამთ ბიჭო კითხვას. საქართველოს რა დაგიშავოთ? ქართველმა ერმა რა დაგიშავოთ? რატო ანდობთ ქვეყნის ბედს, ერის ბედს? ისეთ ადამიანს აძლევთ გენერალ მაიორობას ადამიანს, რომელმა გენერალ მაიორმაც იარაღის დაშლა აწყობა არ იცის. და ამ ქვეყანას ოკუპირებული აქვს 2 რეგიონი. დანარჩენთან დემარკირებული არაა საზღვრები და ღმერთმაიცის ყველაზე რა იქნება. ურთულესი რეგიონია კავკასია. და აი ამ ადამიანს წარმოიდგინეთ, ზოგი თulis დააწინაურეს, ზოგი თulis დააქვეითეს, ეს მე არ მაინტერესებს. ეს ცალკე თემა არის საქართველოში საერთოდ უშიშროებაში რომ მოვიდოდა ადამიანი, ის მერე პოლიტიკიდან ქრებოდა და აღარ გამოჩენილა არსად. მაგრამ ელემენტარულ კითხვას გისვამთ. ამას რა თანამდებობას აძლევენ, იცით? ესე იგი ასეთმა გენერალმა უნდა უხემძღვანელოს 3 ძირითადი ძალოვანი სისტემის სინქრონს. ანუ მამუკა მდინარაძისთვის სპეციალურად შეიქმნება თანამდებობა, რომელი თანამდებობაც გაუწევს კოორდინაციას და სინქრონს უშიშროების, პოლიციის და ჯარის კოორდინაციას. შვიდობიანობის თუ ომიანობის პერიოდში. ეს იცით რამხელა ურთულესი თანამდებობა არის? ამას რეალური გენერალი, ნამდვილი გენერალი, რომელიც კურსანტობიდან აქვს დაწყებული და მიღწეული აქვს მართლა გენერალ მაიორობამდე, გენერალ ლეიტენანტობამდე, იმისთვისაც კი რთული არის სამხედრო და სამოქალაქო სტრუქტურების ერთი მეორესთან სინქრონის ჩამოყალიბება და კოორდინაციის შემუშავება და დაგეგმარება. ვის აბარებთ ბიჭო ქვეყანას? აი გეკითხებით. ხოდა ახლა თქვილა რატო ვლაპარაკობ, ჩემ გზა ვლაპარაკობ, იმათთვისაც ვლაპარაკობ, აი იმათთვისაც ვლაპარაკობ. ვინც ახლა ტაშს უკრავს ამას, ბიჭო, ისინიც ხო ამ ქვეყნის შვილები არიან, კაცო. ისინიც ხო ამ ქვეყნის შვილები არიან. ბიჭო, თუ დაიკარგება სამშობლო, მაგათაც ხო დაიკარგება სამშობლო. გეკითხებით, აი ელემენტარულ კითხვას გისვამთ. რამე ლოგიკით, აი რამენაირი, თუნდაც პირად, მაშინ რაშია საქმე, იცი? მე კარგად მესმის, რაში მისცეს ამას, ამ ვაჟბატონს რაში მისცეს გენერლო. მე კარგად მესმის, ძალიან კარგად მესმის, რაში არის ეს გენერალი.
მაგრამ მაშინ გამოდით, ბიჭო, გამოდით და თქვით პირდაპირ გამოაცხადეთ, რომ ჩვენ მამუკა მდინარაძე დავაჯილდოვეთ იმის გამო, რომ ის ბოზობაში, ჩათლახობაში, თავისიანის ჩაშვებაში, თავისიანის გაწირვაში, თავისიანის გაუბედურებაში არის უნივერსალური პიროვნება, მას ხელი არა უკანკალდება ადამიანთან ერთად, ვისთან ერთადაც სვამს, ჭამს, შენჭირიმე, შენგენაცვალე ძმობას ეფიცება, მეორე დღეს გამოვა და იმას დანას დაარტყამ ზურგში. როგორც გააკეთა ღარიბაშვილის მიმართებაში, როგორც გააკეთა იმის, რა ქვია, ლილუაშვილის მიმართებაში და ბურჭულაძის და თავისიანების მიმართებაში. თქვით, რომ ქვეყანაში ოფიციალურად არსებობს, ჩამოყალიბებული არის ბოზობის ესა რა ქვია და ჩათლახობის და არაკაცობის სამინისტრო და ეს კაცი არის ბოზობის, ჩათლახობის და არაკაცობის გენერალ-მაიორი. გავიგებთ ამას, ბატონო. გავიგებთ. რომ ოფიციალურად ხართ ბოზები, ჩათლახები და გიყვართ ასეთი ხალხი. გიყვართ ტრაკისმიცემის გენერალი. გიყვართ ერთმანეთის ჭამის გენერალი, სახელმწიფოს, საქართველოს რა დაგიშავოთ. კი, მე ახლოსა ვარ იმ აზრთან, რომ მამუკა მდინარაძესნაირი ბინძური ადამიანები ყველა დროში, ყველა სისტემას ჭირდებოდა, მათ გააკეთებიებენ ბინძურ საქმეს და მერე მოიშორებენ. გააკეთა მაურმა თავისი საქმე, მაურს შეუძლია წავიდეს. კი ბატონო, ეს მესმის და ეხლა ნახმარი პრეზერვატივივით გადაგდება ცოტა დასანანია. კიდე შეიძლება სხვა რამეში გამოიყენონ. და გადაიყვანეს იქ. და თლათ ვერ შეელებიან, იმიტომ არა ეს ახლა ესეთი გასაწირი, ეს ისეთი უნიკალური კადრია, რა დროს დაგჭირდება, მოიყვან, იმ დროს თავზე დაისხამს ყველაფერს, უპრობლემოდ შეასრულებს ბრძანებას, ხელი არა უკანკალდება მისი ბატონის მიმართ, საკუთარ ღვიძლ ძმას, შვილს შეჭამს საკუთარს, თანამდებობის გულისთვის. კი ბატონო, ვარლამ არავიძია, ჩვეულებრივი ქოცი ვარლამ არავიძია. და ესეთი ხალხი, როდესაც არის ქვეყანაში დაფასებული, პატივცემული, ასეთ ადამიანებს, როდესაც აქვს ქვეყანაში ძალაუფლება და ავტორიტეტი, იმ ქვეყანას მომავალი არ გააჩნია. არ გააჩნია იმ ქვეყანას მომავალი და არანაირად არ ექნება მომავალი. და ვინმეს ნუ გონია, რომ ეს მარტო აი ბიძინას და იმათი ბრალი არის რა. არ არის ეს მარტო იმათი ბრალი. ქვედარგოლის ბრალიცა, ადამიანების ბრალიცა, აი იმ კომენტარის დამწერის ბრალიცა. ამის გამправებელის ბრალიცა. იმიტომ რომ ასეთი საზოგადოება შეიქმნა და ასეთი სისტემა ჩამოყალიბდა. ყველაფერში მონური ძაღლისებრი მორჩილები. ვარლამიც არაფრით განსხვავდებოდა აბელ არავიძიდან, ჩემო ძმაო, ისიც შენიღბული იყო თუ არა. არაფერი განსხვავება არ იყო. თუმცა ბოლოში კი მე საკუთარი ყებლის ნაჭამარო, საკუთარ შვილს მოკვეთა კბილები, მე იმას ვქნა, თორე ისე კი ბატონო, აბელ არავიძეს უფრო გავს. აბელ არავიძეს, კი ბატონო. ეხლა რატო ვამბობ ამ ყველაფერს, იცით? აი შეხედეთ. დღეს ოფიციალურად ამოაქვეყნა საქსტატმა ოფიციალურად გამოაქვეყნა მონაცემები. სანამდე ჩვენ ამას ვლაპარაკობთ. ჩემო ძმაო, ბრეჟნევზე ძალიან ცუდად შეუხედია ხალხს. აი დედას გეფიცები რა. ბრეჟნევზე ძალიან ცუდად შეუხედია ხალხს და რატო? ბრეჟნევის ეპოქა იყო ყველაზე მშვიდობიანი ეპოქა. და ბრეჟნევის პერიოდი მართლა იმსახურებდა არა მარტო საბჭოთა კავშირი, სოფლიო იმსახურებდა მშვიდობას ნახდა და მართლა ეკუთვნოდა ისმედლები რა. აი მაგალითად ერთ ელემენტარულ რაღაცას გეტყვი. მაგალითად ბანგლადეშში მოხდა გადატრიალება. მოვიდნენ კაციჭამია ხალხი, რომელი კაციჭამია ხალხიც ხოცავდა თავის მოსახლეობას.
პირდაპირ დაუნდობლად ქუჩაში. მთელი მსოფლიო იჯდა და უყურებდა. საკუთარი ხალხის განადგურებაში. და ვერ არავინ ხელს არ აანძრევდა, რომ ის უბედურება, რაც ტრიალებდა იქ კომუნიზმზე და დიქტატურაზე, რა ქვია, დემოკრატიაზე იყო ლაპარაკი, არა. კაცჭამიობა ხდებოდა პირდაპირ. და ბრეჟნევ ამას უყურა და ერთი დარეკა. ვიეტნამი იყო ამერიკასთან ახალ გამარჯვებული ქვეყანა, საბჭოთა კავშირის მოკავშირე. დარეკა ტელეფონზე და უთხრა: დაამყარეთ წესრიგი ბანგლადეში და ეს უბედურება და ეს რაც ხდება ხალხის ხოცვა, ჟლეტვა და ერთმანეთის ჭამა ქუჩაში აღკვეთეთ. ერთ კვირაში დაამყარა ვიეტნამის არმიამ ბანგლადეში შეწყვიტა ეგ ყველაფერი და დაამყარა მშვიდობა, მილიონობით ადამიანის ბედი გადაარჩინა. აი ელემენტარულს ვამბობ, აი ერთ მომენტს ვამბობ. დანარჩენზე არა ლაპარაკი. გუშინ დამირეკა ძმაკაცმა. დამირეკა ამერიკაშია. პოლიციის მაიორია. დამთავრებული აქვს, მათ შორის ბრიტანეთში აქვს დამთავრებული აკადემია. და საქართველოში მუშაობდა. ეხა იმას სამშობლო უყვარდა და სამშობლოში ცხოვრება უნდოდა და დაბრუნდა ეხა სადგინახიათ თქვენ რომ ბრიტანეთიდან ბრუნდებოდნენ საქართველოში ამ მაღალ დონეზე მიღებული განათლებით. და ელემენტარულად პოლიციელად მუშაობდა საქართველოში. უნდოდა მისი სამშობლოსთვის ემსახურა. ახდა იძულებული გახდა არა იმის გამო რომ იმას შიოდა და წყუროდა და გაჭირვება ქონოდა. ის რაც ხდებოდა ძალოვან სტრუქტურებში და რაც ხდებოდა ძალოვან სისტემებში მიაყარა, მიწა ყველაფერს. აზრი არ ქონდა, თამოყარე კაცი ვერ იმსახურებდა, ვერ შეასრულებდა იმ ნაძირულ ბრძანებებს. და რასაც ხედავდა იქ, ვინმე ქოც თუ დაიჭერდა და დააკავებდა, გაუშვი. ვინმე ქოც თუ შეექმნებოდა პრობლემა, გაუშვი. რიგითი ადამიანი გაწირე და ასე შემდეგ. ის უბედურება რაც ხდება და ადგა დაწერა განცხადება, წამოვიდა და წავიდა საზღვარგარეთ. და შემოძმაო აგერო ახლა ვიხსნიო ამ წოდებასო და ვაგზავნი საქართველოში იქნება მეორე მაიორიც მიემატოსო რა. ეს რა ხდებაო? არა უშავს, ჩემო კარგო, არ შემჭამს ჭია მე. იყოს აქ. არაფერს არ მიზამს ეს ჭია. იმ ჭიას რამე იშორებს, ზევით როა თუ არა, ეს არაფერს არ მიზამს. ხო, აი ელემენტარულს კითხულობ რა. თუმცა მადლობა ზრუნვისთვის. ელემენტარულს კითხულობ. აი ხა გამოქვეყნდა დღეს ოფიციალურად მონაცემები. ოფიციალური მონაცემებია. ესე იგი თურმე საქართველოში ცხოვრობს 3.929.581 ადამიანი, მათგან 52 ქალია და 48% კაციაო. ის კი არ წერია ქართველი რამდენია და არაქართველი რამდენია. ეს კი არ წერია. ქალი, ფეხის ზომა, ასაკი. ავშენებული ვარ, ჩემო ძმაო. მართლა აყვავების პირას ყოფილი ვარ, ჩვენ ძმაო. თუ საქართველოში 3.400.000 ვიყავით თუ 3.700.000 ვიყავით 2014 წელს და 10 წლის მერე თუ 3.929.591 გავხდით, აშენებული ყოფილი ვართ. მე ვეკითხები ახლა აი ამ კოცებს. ვეკითხები საქსტატის ხალხს, გამოაქვეყნეთ ეროვნება. გამოაქვეყნეთ ეროვნება რამდენი ეთნიკურად ქართველი არის 3.929.591 591 უკაცრავად. გამცეს რომელიმე კოცი გამправებელი შემოვიდეს და გამცეს. რას მეტყვიან, იცი? ეროვნების გამოქვეყნება არ შეიძლება, ეს ქსენოფობია. ბიჭო,
აბა რაოდენობა მე რაში მაინტერესებს. მასე ინდოეთშიც მრავლდება ხალხი. და გავსებულია საქართველოს ინდოელებით. ბანგლადეშშიც მრავლდება, ვიეტნამშიც, აფრიკის ქვეყნებშიც მრავლდება ხალხი. ჩემი ქართველი რამდენია ამაში? ქართველი რამდენია ვეკითხები? თუ ამას მნიშვნელობა არ აქვს. არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს, ხო? 3,929,591 ადამიანი რო ცხოვრობს, თავარი ადამიანი ხო ცხოვრობს ეროვნება შენ რას კითხულობ? რა ვიცი მე, რასაც ვხედავ, საქართველოსთან მოსახლეობის ექსპორტი მიმდინარეობს, გადის და გადის ქართველობა აგერ. მარტო შარშან ყველანაირად რო პრობლემები შექმნეს აქ. ამ შიგ ევროპაში 15,000 ადამიანმა ითხოვა ჩაბარება თავის გადასარჩენად. მარტო შარშან. ეს 1000 ბარიერების შემდეგ. მარტო ევროპაში ხო, სხვაგან არ მაქვს მე ამერიკაზე არ მაქვს ლაპარაკი კანადაზე და არ მაქვს სხვა ქვეყნებზე, სადაც გარბიან კიდე ქართველები. არ მაქვს იგივე იგივე იმ რუსეთში რამდენია წასული. გამოვიდეს ახლა ეს უშიშროების გენერალი და მითხრას თუ რამდენი ქართველი დარჩა. როდესაც თქვა დემურ გიორხელიძემ 1,400,000 ქართველი დარჩა საქართველოშივე. ატეხეს გულაშვილის კანტორით დაწყებულმა გამოსცირებულმა მანჯავიძე მოღალატეებმა, მე ამ ხალხს ყვედავ მოღალატეებს ვეძახი. კი მოღალატეა ყველა ის ადამიანი, ვინც ამას ხელს აფარებს და ვინც ხელს აფარებს მიწების გაყიდვას და 1000 უბედურებას. ატეხეს ერთი ცივილკივილი ბიჭო. რაშია საქმე იცი? იმიტომ რომ აი აქაც ისეთი ხალხი ყავთ და შეგნებულად დასმული, როგორი გენერალ-მაიორიც არის. ბატონი დინარაძე, როგორი მცოდნეც არის მისი საქმის, აი ისეთი მცოდნე ხალხი ყავთ აქ დაჯენი. ამიტომ მიდის საქმე უკუღმო. ნუ კი ბატონო, ურიასთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ეხლა რა შეეხება იმ ამბავს, რომ თურმე თორა ოხედავ შეწუხდა ხალხი. ახლა თურმე რო დაიჭირეს ვიღაცა ქართველები ერთი ქვეყანაში დაუჭერიათ და ორი ქვეყნის გარეთაა თურმე და ინტერპოლის ძებნას გამოაცხადებენ თურმე რომ რამენაირად ეს მავნებელი ხალხი დააკავო. ბიჭო, რისთვის დააკავეთ ეს ადამიანი? ვინც აკავთ ახლა დაკავებული? ჯაშუშური საქმიანობისთვის, ხო? სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის გადაცემას. რომელიც გადაცემდა სტრატეგიულ ობიექტებზე, რომელიც გადაცემდა მოქალაქეებზე, საქართველოს მოქალაქეებზე ინფორმაციას. ეხლა მაშინ მე გეკითხებით, მე ვეკითხები მთელ აი ამ კოც ბრიგადას. თამარა კინწურაშვილი, სოროსის ფონდის თავმჯდომარე, ასევე ხუციშვილი, არ მახსოვს სახელი, მის გვარი მახსოვს. ეს მთავარი ორი ძუკნა, იმას პლუს მიმატებული ლომჯარია, გიგაური, ეს ანადოლიძე, ესენ რას აკეთებენ სხვას? რას აკეთებს მთელი ეს არასამთავრობო ორგანიზაცია მთელი ამ ხნის მანძილზე? არ გადასცემს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს, უცხო ქვეყნის მთავრობებს საქართველოში არსებული ინფორმაციას, საქართველოს მოქალაქეების შესახებ, საქართველოში არსებული ობიექტების შესახებ. ლომჯარია არისო? ესა რა ქვია, თავის ძუკნებთან ერთად რომ მივარდა იქ და თურმე ბავშვთა თავშესაფარი რო იყო იმაში ახალციხე ახალქალაქში. ქრისტიანული, იქ რომ მივარდნენ და თურმე ის ბავშვები უნდა ეხსნათ თურმე სპირიდონიდან. და მე როგორც აღმოჩნდა თურმე იმაში რა ქვია, ამერიკაში მოქმედი სომხური ლობის დავალებით მოქმედებდა. ჯო არ იყო ეს? ჯო იგივე ანადოლიძე რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციაში არ მუშაობდა, რომელიც ეხმარებოდა 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელების შესატანად.
მასია ჩემო ძმაო, მასია შენ ვერ ხედავ მაგას. მაგი პროვოკაციაა თუ ძმა ხარ. რას ამბობ თუ ძმა ხარ? სადაა საქართველოში ამდენი უცხოელი? არა, იგონებ მაგ გეჩვენება შენ. გეჩვენება მაგ ყველაფერი. კონცერტი ვერ ჩაატარეს ქვეყანაში საახალწლო კონცერტი, იმიტომ რომ იმდენი უცხოელი იყო ქუჩაში. რასაც იძახდა ხალხი და რასაც ვეუბნებოდით რომ გაივსო საქართველოს უცხოელებით და ქართული მიწა გაყიდულია და ეს უცხოელები ჩამოვიდნენ, მართლა ხალხი დაინახა ქართულ ენას ვერ გაიგებენ. ამისთვის აკრძალეს კონცერტი, საახალწლო კონცერტი. კონცერტი. მალავე ნახ. ვიცი ჩემო ძმაო, რო არ აინტერესებს ქართველი და საქართველოს შვილი რო არ აინტერესებს, მაგას ვამბობ დიდი ხანია და გაიგეთ ადამიანებო, უბრალოდ რომ ბიძინა ივანაშვილი არც ქართველია, არც გენით, არც რწმენით, არც მენტალიტეტით, არც არა ეს ადამიანი ქართველი. ეს არ ჩვეულებრივი ჩამოყალიბებული სიონისტი ურია, რომელიც აკეთებიებს ამ ბინძურ საქმებს თავისიანებს. სხვა რამეზე აქ არ არის საუბარი. კიდე ერთხელ გისვამთ რა, აი ადამიანურ კითხვას გისვამთ სულ ყველას რა. აი ერთი რაღაცა ხო აი ამის ის მინდოდა კიდე. ამ ყველაფრის ფონზე აი ხო შენდება რა ქვია არაბული ქალაქები რა ვიცი თუ აშენდა პრობლემას ხო ვერ ხედავდი ეხლა ის არაფერია კიდე აგერ ტრამპ-ტაუერი შენდება თურმე და ირგვლივ დააკვირდით ათხალიმობას დააკვირდით აფირისტობას დააკვირდით მიმდებარე 41 სართულიანი შენობები უნდა აშენდეს თურმე 41 სართულიანი რატო 42 სართულიანი არ გამოვიდოდა ან 40 სართულიანი არ გამოვიდოდა ყველაფერში უნდა 100 ამოვნონ პარტიას რო გვერდით არია არ ვიცი ძმაო რასაც მე ვლაპარაკობ ეს თუ არასწორია და რასაც ესენი საუბრობენ ეს თუ სწორია არ ყოფილა საშველი მაშინ რა ვიცი ან მე გადავსულ ვარ ჭკუიდან და ავიც ყველა გადავსულ ვარ ჭკუიდან და ესე ყოფილა საქმე და კიდე ერთხელ ვამბობ და კიდე ერთხელ ვეკითხები ყველა ქოც რომ გაეხადათ დინარაძე მთავარი ექიმი დაწვებოდით თქვენ და დააწვენდით სხვიშვილებს მისი დანისქვეშ დააწვენდით დინარაძის დააწვენდა ივანაშვილი ჯო დააყენებ და ივანაშვილი თავისი დაცვის უფროსად ადამიანს რომელმაც იარაღის დაშლა-აწყობა მაინც არის ის რასაც კარანტინში ასავლიან ჯარისკაცს აბა საქართველოს რატო აბარე არ ვიცი ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ბიზნესს და მისი ტაშის მკვლელებს მაგრამ ასე დიდხანს ეს ქვეყანა ვერ გაძლებს ნამდვილად და საქართველოში კი არა ისეთ ქვეყნებში რომელ ქვეყნებშიც მართლა უზრუნველი იყო ცხოვრება და გაჭირვებული არ არსებობდა და პირიქით უდაბნოში ოაზისები იყო შექმნილი ის ქვეყნები იქნა გასწორებული მიწასთან და საერთოდ მომავალი ექნება თუ არა ამ ქვეყნებს კაციშვილმა არის ის გუშინ მოლაპარაკებები ჩაიშალა აღარ შედგა მოლაპარაკებები ირანს და ამერიკას შორის და დიდი ალბათობით ომი განახლდება და ახალი სისასტიკით და ახალი ძალით განახლდება ეს ყველაფერი და ასეთ შემთხვევაში საქართველოშიც უფრო და უფრო მოაღწევს ეს ყველაფერი და მე სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ იმ ტრამპ-ტაუერს თუ ააშენებთ არ ვიცი თუ მოასწარით ერთი კარგად იფიქრეთ რა იმაზე რომ ირანული რაკეტა არ დაეცეს შემთხვევით ირანული რაკეტა არ დაეცეს ცოტა რიტორიკული ისა რა ქვია
რიტორიკული კითხვა. იმიტომ რომ დიდი ალბათობით ომი ძალიან მალე გაახდება და თქვენი ტრაკის თამაში და კუდების გადაფსკვნა ამერიკელებთან ძალიან მძიმედ შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას, მაგრამ შეიძლება ეს იყოს ერთადერთი გამოსავალი ამ ქვეყნის გადასარჩენად, იმიტომ რომ სხვას მე ნახდათ ვერაფერს ვერ ვფიქრობ რა. ნახდათ ვერაფერს ვერ ვფიქრობ, იმიტომ რომ თუ აქ რაღაცა არის ერთადერთი გზა არის კიდე, ერთადერთი გზა, რომელიც ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება, მაგრამ თან ახლა ამ მომენტში არის მაგის საშუალება, არის ეგ ყველაფერი უსისხლოდ მოხდეს, ეგ ყველაფერი მოხდეს. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ღირსეული პატრიარქი უნდა აირჩიოს ერმა. თუ კი ღირსეული პატრიარქი იქნება საქართველოში არჩეული და თუ კი ღირსეული პატრიარქი ეყოლება საქართველოს, ისეთი არა, ამათ რო უნდა დასვან. შიოლა და ესა რა ქვია. ჯაღმაიძე და ესე. ღირსეული პატრიარქი თუ ეყოლება, რომელიც მართლა მოკიდებს ხელს ერის სულიერ აღორძინებას და ნამდვილად მოკიდებს, მაშინ შეიძლება გადავრჩეთ. არ ვიცი, შემოძმაო, კითხე, რატო არ აქტიურობს ვასალზე, კითხე, მაგათი ეს არა ქვია, კუდისფრენი, მაგათ პატრიოტიზმი პერიოდულად ახსენდებათ, როდესაც შემოაგლდება დაფინანსება და გრანტები და ესეთი რაღაცეები, მაშინ ყვერიან და წევიან და კევიან და მე როდესაც დაფინანსდება მაგათი ბიზნესები, მე აღარ ახსოვთ ეს სამშობლო და პატრიოტიზმი, მე ჩაილონის წყალსობს. მუამარ კადაფი პოლკოვნიკი იყო, კი ბატონო. მუამარ კადაფს არ უკადრებია, მისი თავისთვის გენერლის წოდება მიენიჭებია. კი. და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი ალბათ სიცილით კვდებიან სეპარატისტები ცხინვალში, სოხუმში, ან გინდათ რუსები, რომლებიც საქართველოს მიმართ ესე აგრესიულად და ემათ არიან განწყობილები, ხო, არის ეგეთი, ამდენიც გინდათ იმდენი არის და როდესაც ხედავენ, რომ ქართულ ძალოვან სტრუქტურებს გენერალ-მაიორი ყავთ ისეთი, რომელმაც იარაღის დაშლა აწყობა არ იცის. წარმოგიდგენიათ ახლა? და არის ფონზე. მე არ ვიცი, ძმაო, თქვით, გამოაცხადეთ, რომ ეს არ არის სამხედრო წოდება, ესაა ბოზების გენერალი. ესაა ჩათლახების გენერალი, ესა იმისი, ქოცების გენერალიო, ეს არ არის ესა რა ქვია, ქართული ძალოვანი სტრუქტურები, მაშინ გავიგებთ, რომ და თქვით, რაში მიეცით. შიო ვასაძე შემოულაწუნე პრეზიდენტი რო იყო მარგველაშვილი, ეგ ერთი საძმოა. თქვენ ქალბატონო ძალიან გიყვართ ქართული ოცნება და ამიტომ ქართული ოცნება ვისაც ირჩევს, ისაა ღირსეული. არ ვაპირებ მაგ თემაზე ჭორაობას აქ. რა მოხდა მე იპოდრომზე? რა მოხდა მე ააშენებენ იპოდრომზე, ხო, რაში გჭირდება იპოდრომი, რაში გჭირდება ეს კაცო, ტრამპ ტაუერს ააშენებენ, რა ვინაა წინააღმდეგი? რა მოხდა მე, რა პრობლემაა? რა პრობლემაა მე? აშენებენ, ხო არ ანგრევენ, კაცო. ქალბატონო ციალ. რა სიზამ, თუ რა ვქნათ მე? რა პრობლემაა? ხალხს ერთოდ პულსი რო არ ესინჯება, ხვდებით? აგერ კაცი ლაზარე ჯორბენაძე მოკლეს, თავი ჩამოახჭობიეს, რო კითხო. ჩამოიხჭო თურმე თავი. მისით. ჩამოახჭოს, მოკლეს სინამდვილეში კაცი. ხმას არავინ არ იღებს. არავინ არ აცხადებს, არავინ არ წუხს. მე ნამდვილად არ მეგონა,
ორდენები მშრალხიძე. ომისინა შემოძმაო. აი ელემენტარულს გეტყვი დღეს როგორ საქართველოში ვცხოვრობთ. აი როგორ საქართველოში ვცხოვრობთ. დინარაძე, რომელსაც ჯარში არ უმსახურებია საერთო სამხედრო განათლება რა, იარაღის დაშლა აწყობა არ იცის, გააჩნია გენერალ-მაიორის წოდება. კახი კალაძე, რომელსაც ჯარში არ უმსახურებია, რომელსაც არაფერთან შეხება ბრძოლასთან ომთან არ ქონია შეხება, გააჩნია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი. ჩვენ გვყავს ასევე წმინდა გიორგის ორდენოსნები, ბაჩანა ახალაია, როლანდი ახალაია, ესა რა ქვია, მეგის ქარდავა, დათა ახალაია და კიდე ძმანი მისნი, ქსოსო თოფურიძე და ესენი. ჩვენ გვყავს ასევე ჩემო ძმაო თამარ მეფის ორდენოსნები, ინგა გრიგოლია, ნანუკა ჟორჟოლიანი და კვესიტაძე. ჩვენ გვყავს დავით აღმაშენებლის ორდენოსანი გიგი უგულავა. ჩვენ გვყავს ღირსეული თბილისელი დემნა გვასალია, გათხოვილი კაცი. ჩვენ გვყავს ესეთი საზოგადოება. ნუ თავისთავად რობიკა სტურუაც, რომელმაც ეს დადგა და ესეთი ბიოლოგიური ნაგვები. კიდევ ბევრი შემიძლია ჩამოთვალო. და როდესაც ხო ბაია პატარაია ასევე ღირსების ორდენის კავალერი და ასე შემდეგ. როდესაც საზოგადოებაში ღირსების ორდენები და წოდებები და სამხედრო წოდებები და ღირსების ორდენები აქვს აი ესეთ ბიოლოგიურ ნაგვებს მინიჭებული, იმ საზოგადოებას მომავალი არ გააჩნია. და ამას ეს არავის არ გაუპროტესტებია არასდროს. ერთხელ თემო ბოკელავაძემ უთხრა იმას, რა ქვია, დებატები როდესაც იყო კალაძეს, რომ გათხოვილი კაცო მიეციო ორდენიო, რა წესი იყო. და იმან რა ქვია, გიორგი ლილუაშვილმაც უთხრა და თემომაც უთხრა სხვათა შორის იმ დებატებში, შენ რო გახო კიდევ სამხედრო ორდენი მიღებულიო, არაფერში არ მიგიღია მონაწილეობა და მეო ის გავხდიო, რა ქვია, ჩემპიონთა ლიგის ლიგა მოვიგეო და ჩემპიონთა ლიგა მოიგე შედალოცვილიშვილო, საბრძოლო ორდენი რაში გეკუთვნის. აი, მოგცა სააკაშვილმა შენ რატომ მიიღე? ელემენტარულს გეკითხებით რა. თავზე გვირგვინი რო დაადგათ, ახლა ხოცებს ვეკითხებით. თავზე გვირგვინი რო დაადგათ. დინარაძეს, დავით აღმაშენებელი გახდება? ხო არ გახდება. აბა გენერალ-ლეიტენანტი როგორ აღამხდა? თუ გენერალ-მაიორი. შენ შემოგევლენ ნაპოლეონ ადმირალი რის წოდება ნაპოლეონი როგორ იყო ადმირალი ეხება ფლოტს ადმირალი არის ფლოტის სამხედრო წოდება და ნაპოლეონი იყო артილერიის ოფიცერი ცოტა ხანი ქვეითებში გადაიყვანეს და გიჟს გავდა საერთოდ გარბოდა ჯარიდან საჯანდაბაში მოხვდა საიდან იყო ადმირალი სადაც სენსაციები მოგაქვს აქედან აი მე არა თბილისში არ მუშაობს საქართველოს საერთოდ არ ვიმყოფები რამდენი სამხედრო აკადემია უნდა დაამთავროს უმცროსმა ოფიცერმა რომ მიენჭოს გენერალ-მაიორის წოდება. მოკლედ, რაც შეეხება წოდების მინიჭებას. ადამიანი, რომელიც ამთავრებს სამხედრო აკადემიას, სამხედრო აკადემია არის ორი ფორმატის რა, არის ერთწლიანი და არის 4 წლიანი. როდესაც ამთავრებს სამხედრო აკადემიას, მას ენიჭება უფროსი ლეიტენანტის წოდება. ლეიტენანტის წოდება. უფროსი ლეიტენანტი მერე მალევე ენიჭება უკვე შეიარაღებულ ძალებში, როდესაც ირიცხება. ნუ 1 წლამდე რომ იმსახურებს თუ რამე დარღვევა არ აქვს, იენიჭება. იმისთვის რომ უფროსი ლეიტენანტი გახდეს კაპიტანი, მინიმუმ 3 წელი არის საჭირო და 3-ისთვის საჭირო არის კაპიტნის საკარიერო კურსის გავლა. როდესაც კაპიტნის ასე მსხვილი წიგნი არის, სხვათა შორის მე როდესაც ვსახურობდი ჯარში, ძალიან მაინტერესებდა საერთოდ მემართულება, სამხედრო განათლების მემართულება და წაკითხული მაქვს რა, ყველაფერი და შესწავლილი მაქვს.
უზარმაზარი თეორიული წიგნი არის კაპიტნის საკარიერო კურსი, რომელიც უნდა გაიაროს. ჯერ თვითონ უნდა შეისწავლოს, მე აკადემიაში უნდა გაიაროს, რომ კაპიტანი გახდეს. კაპიტანი, როდესაც გახდება კაპიტანი, ეს უკვე არის უფროს ოფიცრებში გარდამავალი წოდება. მაიორიდან ზევით უკვე იწყება უფროსი ოფიცერი. ამას კიდე ჭირდება დაახლოებით 5 წელიწადი და ასევე აკადემიაში შესაბამისი განათლების მიღება, რომ უფროსი ოფიცერი გახდეს. მერე უკვე თავისი დროსთან ერთად, კურსებთან ერთად პიროვნებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი უნარები გამოვლენილი და უნდა შეეფერებოდეს, უნდა ჰქონდეს უმციკლო რეპუტაცია მსახურის შეიარაღებულ ძალებში საიმისოდ, რომ არ უნდა ჰქონდეს დარღვევები, არ უნდა იყოს საყვედურები, არ უნდა ჰქონდეს მიღებული და დისციპლინირებული უნდა იყოს, რომ მოხდეს საკარიერო, რა ქვია, წინსვლა. დაახლოებით 20 წელი, 22 წელი მაინც ჭირდება, რომ გენერლამდე მივიდეს სტანდარტული მდგომარეობით და უკვე გენერლის წოდების მინიჭება ეს გენერალი ეს არ არის ჩვეულებრივი ისა, რა ქვია, მარტო ოფიცრის წოდება. გენერალი უკვე სამხედრო პოლიტიკური თანამდებობა. აქ უკვე სამხედრო კარიერაში შესაბამისი მიღწევები უნდა ჰქონდეს. როგორც ომში უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული და თავი უნდა ჰქონდეს გამოჩენილი, არ უნდა იყოს შიშარაგი, არა, უნდა იყოს პირიქით უნარიანი განათლების და ეგრე არის ადამიანი ზოგიერთი არის მის ცხოვრებაში რჩება რაღაცა წოდებაზე, იმიტომ რომ მას მეტი განვითარების სურვილი არ აქვს. დაახლოებით 20-22 წლის შემდეგ უკვე გენერლობაში უნდა გადავიდეს. და ეს გადასაწყვეტია, იმიტომ რომ ან მიანიჭებენ გენერლობას, ან არ მიანიჭებენ, ეს არ არის ასე ჰაერზე რაღაცა განსაზღვრული პერიოდი. ამას ჭირდება ძალიან დიდი შრომა და თავდადება და დამტკიცება. საქართველოში ბატონო გენერალ-მაიორი ხდება ადამიანი აგერ 7 თვეში, რომელმაც იარაღის დაშლა აწყობა არის. კი ბატონო, ახლა არის ქვეყნები, რომლებსაც მაგალითად არ უომიათ და დიდი ხანია, მაგრამ გენერლები ყავთ, არა სავალდებულო, რომ თქვა, თუ მშვიდობიანი ქვეყანა არის, რომ გინდა თუ არა ომში კონდეს მონაწილე. არის ქვეყნები, რომლებსაც, მაგალითად ჩრდილო კორეას, რომელსაც სახელმწიფოდ აქვს აგდებული. ომი რო დამთავრდა, მის მერე ომებში არ ქონია მონაწილეობა მიღებული, ხო, დღემდე. უამრავი გენერალი ყავთ, იმიტომ რომ სამხედრო მეცნიერება არის მთელი ფილოსოფია და წვრთნები იქნება, სწავლება იქნება, ქვეყნის უსაფრთხოების კასკადის შექმნა იქნება, სისტემის რაღაცა უზარმაზარი რამე არის. თქვათ ავიღოთ ისეთი ქვეყნები, ზოგიერთი ნატოს ქვეყნები, რომლებსაც არ უომიათ, ნატოში არიან, მაგრამ გენერლები ყავთ. უნდა შეიტანონ ქვეყნის უსაფრთხოებაში, ეს როგორც ხარისხი დაუცვია მეცნიერს, ისე არის სამხედრო მიმართულებაში, ისე უნდა დაიცვას თავისი ნაშრომი, ინიციატივები უნდა შეთავაზოს. ეს თუ მშვიდობიანობის პერიოდია და ომიანობის პერიოდში თავისი ნიჭის გამოვლენა პირდაპირ ევალდებულება ოფიცერს და ყველაფერი ფასდება იქ, რომ გარდა იმისა, რომ თავისი სამხედრო ტალანტი გამოავლინა მტერს, ამხელა ზიანი მიაყენა, ამას პლუს როგორ მოახერხა, თქვათ, გადარჩენა, მსხვერპლის შემცირება და 1000 რაღაცა იქ უამრავი რაღაცა ხდება. არის რომელიმე კონკრეტული ერთი მიმართულების ის, რომ ამის გამო გენერალი შეიძლება გახდეს. პოლკოვნიკის ჩათვლით კიდე არსებობს რაღაცა ის, მაგრამ გენერალი უკვე მარტო სამხედრო წოდება არა, პოლიტიკური წოდებაც არის. გენერლის განცხადება უკვე სამხედრო პოლიტიკური განცხადება არის. იმას უკვე სხვა ფასი და სხვა ძალა აქვს. გენერალ სიმუსი ჩემს მაქვს სხვანაირად ხდება. გენერალ სიმუსის მინიჭება ხდება? გეტყვი.
არათუ საკუთარი არმიების და საკუთარი უზარმაზარი არმიების მართვის, ასევე სამოკავშირეო არმიების მართვის და გამარჯვების მოპოვებისთვის. ანუ პირი, რომელიც მაგალითად სტალინის ატომი ენიჭა გარდა იმისა, რომ ამ დიდ ბრძოლაში გაიმარჯვა, მისი ბრძანებებით ხდებოდა არა მარტო საბჭოთა კავშირის არმიის მართვა, ასევე საბჭოთა კავშირის მოკავშირე არმიების მართვა, რომლებმაც მიიყვანეს ქვეყანა გამარჯვებამ. არა საჭირო და არა საჭირო ჩვენ მიჩვეული ვართ, აგერ პრეზიდენტი ყავსო, კაცო დიპლომი არაა საჭირო, გენერალი ყავსო, აკადემია არაა საჭირო, წმინდანები ყავს და რო კითხვა ხა თანამედროვე წმინდანები ბიძინა და ლოცვა და მსხვერპლი არაა საჭირო და ამდენი საზოგადოებაა. ახლა მინიმუმ დინარაძეს რო შეადარებ სტალინსაც რო არ ქონდაო ისო რა ქვიაო რა სინდისმა უნდა შეგაწუხოს მოკლედ დღეს ვაპირებდი ბლოგის გაკეთებას ახლო აღმოსავლეთის მიმართულებაზე მაგრამ არაფერი ისეთი არ ხდება ამიტომ არანაირ ბლოგს აღარ გავაკეთებ. ერთი ისაა რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა, ვინცაა ჩემი მაყურებელი აუდიტორიას ვეუბნები. ნახოთ დღევანდელ დღეს დავაკვირდეთ და ნახოთ ხვალზე რა მოხდება. მე არ ვიცი. ირანს არ აყავს ამდენი გენერალი ალბათ. აი გენერალ სიმუსი იყო მაგალითად სუოროვი. დამსახურებით მიღებული. ახლა იყო გენერალ სიმუსების ისტორიაში, რომ თავის 14 წლის უმცროს ძმას გადასცა გენერალ სიმუსის სტატუსი, მაგრამ ეგრე არ ხდება. მუშად რო დასაქმდე. ერთი ძმაკაცი მყავს გერმანიაში ცხოვრობს წლებია რა, ერთად სახურავდით და ჯარიდანაც ერთად წამოვედით. დაგვარდა ყველაფერი. ახალაია რომ მოვიდა და გაბანძდა ყველაფერი და წამოვედით რომ აღარ გირდა ჯარში მსახური და ეხა სამოქალაქოზე ჯარიდან ყველას უჭირს ადაპტაცია და რუსთავში ცხოვრობდა. მივიდა ბენზინ კალონკაზეო იმუშავებ ბენზინ გასამართ სადგურზეო და მივიდა და ეუბნებიან მოუყვა ახლა მისი ბიოგრაფია ასე ვარო 22 წლის ბიჭი იყო კურსანტი ვიყავიო მე ჯარში ვიყავიო მოვიხადეო იქეთ აქეთო და დიპლომი გაქო დიპლომი როგორ მეკითხება 22 წლის ბიჭი ვარო ასე მოვიარე ეს პერიოდი და სად უნდა მესწავლაო გერმანული იციო ინგლისური იციო რუსული იციო ენები იციო თუ რა გამიხურეთო საქმეო სად უნდა მესწავლაო გერმანული ინგლისური და რუსული ენებიო აბა რა იკეთებია ცხოვრებაში ომის ვეტერან ვაჟკაც ბიჭს რომელსაც არაფერი არ ევალებოდა სიტყვაზე აეღო ბენზინ გასამართი სადგურიდან პისტოლეტი და ჩაესხა ბენზინი და ფული დაეთვალა მოთხოვეს დიპლომი და ორი ენის ცოდნა 2011 წელი იყო მიაყარა ყველაფერს ჩაიქნია ხელი ამ ქვეყანაში არაფერი გამომიდა წამოვიდა მაშინ ევროპაში რომ გადაერჩინა თავი და ოჯახი აგერ ეს კაცი კიდე ესეთი გახდა რა. ახლა ყასიმ სულეიმანს სიკვდილის მერე ბევრი რაღაცა მიანიჭეს, მაგრამ ყასიმ სულეიმანს პრინციპში ეკუთვნოდა მაგი ზუსტად რო ჯდებოდა მაგ კრიტერიუმში, იმიტომ რომ არათუ ირანის არმიის და გუშაკთა კორპუსის მართვას ახორციელებდა პროქსი ძალების მმართველობას ახორციელებდა. ესაა საქართველო ხო? ასე და აგერ უკვე 15 წელიწადია ცხოვრობს იზოლებით ემიგრაციაში, იმიტომ რომ
ოჯახი შექმნა, რაღაცა შვილი უნდა და წოლი უნდა, რაღაცა უნდა და 22 ლარის პენსიით ვერ იცხოვრებდა და სამაგეროდ მამუკას ექნება ახლა ალბათ პენსია ნეტა რამდენი იქნება. ეხლა ამას ხო ხედავენ ვეტერანები, ხო ხედავენ ძალოვან სტრუქტურებში წყლობით ნამუშევარი ხალხი. აი წყლობით ნამუშევარი ხალხი. რომელმა ადამიანებმაც თავისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირეს ამ სტრუქტურას. და როდესაც ხედავენ, ბიჭო, მთელი ჩემი სიცოცხლე ჩავდევი შეიარაღებულ ძალებში, პოლიციაში, უშიშროებაში ქვეყნის და აი ეს ნაბიჭვარი, ბიჭო, აი ეს ნაბიჭვარი, მართლა ნაბოზვარი რა, ნაცების დროინდელი სტაჟიორი, და იმსეთი ჩათლახი რო იყო ნაცებას რო ვერ იგუეს თავის. შვიდ თვეში გახდა გენერალ-მაიორი და რო გავა პენსიაში, ცალკე ოფიციალურად ვამბობ. ცალკე დეპუტატის პენსია, ცალკე გენერლის პენსია, ცალკე ის და იქნება ფეხი-ფეხზე გადადებული. რა გააკეთა ამნაირი? აფხაზეთთან სამაჩაბლო ჩვენ არ დაგვიბრუნებია, რომ ფსოუზე დროშა აღემართა, როგის გვირაბზე და 1000 ლარია გენერლის პენსია? ვიცი, რამდენია გენერლის პენსია ვერ იგეთ. აი ეს ფასად ახლა მაგანაც იმადა ხელფასი არ იცხოვროს რა. $22 ლარი და მე 100 ლარი გახადენ და იმას გვამადლიან. უნდა უთხრა. ამას რო ეტყვი მე წყინთ. რაგი, იმიტომ მაგათ თავისი საყავთ, რა ქვია, ფავორიტი ისინი ვეტერანები და ფავორიტი ისე გენერლები ყავთ და განსაკუთრებით კობალაძე უყვართ ძალიან. პუჩისტების თავი და თავი. და თავისი ბანდა ყავთ კიდე იქ. ქოცი პუჩისტი ვეტერანები და მათ ჩო ერთი ფილმია რა, აღარ მახსოვს სახელი რა. ძალიან მაგარი ფილმი იყო რა. სახელი ვერ დავიმახსოვრე, ძალიან ადრე მაქვს ნანახი. აი მეორე მსოფლიო ომს ეძღვნება და ფაშისტების მხრიდანაა რა გადაღებული, არის მებრძოლი ოფიცერი და არის ერთი შტაბნიკი ოფიცერი რა, კარიერისტი სულთა წყალწაღებული და ბოლო-ბოლოში ქვეითები დაიხოცებიან და დარჩენილი არის ინტრიგებით რო ცხოვრობს, მარტო აი ტიპი ინტრიგებით ცხოვრობს და ომში არის, მაგრამ არაფერ მონაწილეობას არ ღებულობს და აღარა უკვე ქვეითები და გამოდიო ახლა თუ მინდა თავის გადარჩენაო, მოგიდე იერახს ხელი და გამომყევი გავარღვიოთ, იქნება გავიდეთო და ასე გენერლობის ზვანიას უყურებს, იგი თვითონ ჯერ კაპიტანია და ჩამოხსნის საშტატო იერახს და შეხედავს და რა იყო და მე რომ ჭიდის გაკეთება არ ვიციო, ავტომატზეო რა მეშველებაო. ძნელად წარმოსადგენია ეხლა ფაშისტებს ყოლოდათ ესეთი კაპიტანი, მაგრამ მამუკა მდინარაზე რო ამ კატეგორიაში გადის, ამას ლაპარაკი არ უნდა. ნაღდათ არ უნდა და ერთი ბლომად ყავს. ასია შემოძბაო, ვისაც ეს როგორაა, ეს რო ყავთ მაინც ეს ბიჭო სხვას დაცინიან ამის მრევლი და იმის მრევლიო და ტელეკომპანია იმედს რო ყავს, ეს თავისი მრევლი რო ყავს, რო გაძვირდება ავტომობილების გამბაჟება შემოყვანა და კარგიაო რო გაძვირდაო ესო აბაო დაგვახჭო ჰაერმა და სიჭარბემო და ემან და ემან მეო არაფერი არ მაინტერესებსო სამსახური მაქვს მშვიდობა ქვეყანაშიო და ბიჭო სხვა როა უსამართლოდ დაჭერილიო და სხვა ჰაგი მე რაში მაინტერესებს სამსახური ყო არ არ ვიცი შემოძმაო ორივე დაკავებული პიროვნებები არიან და ნახოთ შევეხმიანები ბატონ ნიკოლოზსაც და ბატონ დემურსაც და ნახოთ როდის მოახერხებენ და მოიცლიან აქედან გამომდინარე იქნება ნიკოლოზთან მიმართებაში ბევრი რაღაცაა საინტერესო დიდ რუსეთში დიდ ამბებს ატრიალებს ნიკოლოზ ბჟავანაძე შეჯამენ კაცი რას ქვია ერთ კითხვას დასვამს
გამოვა ჩემი სიყვარული ზახაროვა ილაპარაკებს იმნაირს საქართველოში დაწყებულია ისტერიკა მეორე დღეს ვაიმე ეს თქვა რუსეთმა ის თქვა რუსეთმა ნიკოლოზ მჟავანაძემ კითხვა დაუსვა თურმე ევროკავშირში თუ შევარ დაიქცევა ქვეყანა და ახორციელებს ამ ბნელ საქმეებს და საინტერესოა კიდე აი რა ბნელი საქმეები აქვს ჩაფიქრებული ნიკოლოზს ერთი მარია ზახაროვასთან ერთად რავი დახოთ ჯიგარო შევეთმიანე თუ მოუხერხდება აჰა ნიკოლოზი გარდა მაგისაც სწავლობს იქ და ბიზნეს კოსტაია მამუკა კოსტაია მართლა კოსტაია აი როგორ გითხრა ჩემო ძმაო ბიჭო ესე გული რა დამწყდება ეცე აი ეს ჩვენი ასეთი კულტურული ერი ამხელა განათლების ერი აი ჭორვილელმა ურიამ როგორ დაიყვანა იმენა როგორ დაიყვანა ორღობის დონეზე რა თავისი ზოოპარკის დონეზე როგორ დაიყვანა ამ ჩოპინტრემ მართლა რა სულ რამეს უწინასწარმეტყველებენ არ გამორიცხოთ ხო ესე სხვათა შორის ივანეშვილი შევარდნაძის პირმშო არის და ეგენი ყველა შევარდნაძის პირმშოები არიან და როდესაც შევარდნაძის ჰქონდა ესეთი სტრატეგია საკადრო პოლიტიკა რომ ჯერ დააწინაურებდა ვისი დაღუპვაც უნდოდა ხო და ეთყოდა შვილო და უძახებდა ასე და შენ ჭირიმე შენ გენაცვალე და მე დაღუპული ყავდა 100 არის ბიზნეს ისე უყვარს შვილივით ხან ღარიბაშვილი ხან გახარია ხან ბაჩიაშვილი ხან ის და ვისაც დაუწყებს მერე შენ ჭირიმე შენ გენაცვალე და შვილო ჩემო და ასე შემდეგ და ისე შემდეგ მერე ისაა დაღუპული მამუკი ეს ტიპაში ასე გამოიყურება თქვენ რომ კი თქვენ რო ჩავარდება და მე მომკლესო ბაბუო მომკლესო დაგითხრა ჩემო ძმაო ახლა მორჩილებას საერთოდ ყველა საზოგადოებას აჩვევენ მორჩილებას ისე არ არსებობს საზოგადოება რომელსაც მორჩილების ფორმით არ ყავდეთ იცი მით უმეტეს ახლა ქართველი ცოტა მძიმედ მოსათოკი არის და მორჩილებაში აქცევდნენ რა თქმა უნდა მაგას მაგრამ რა იყო იცი გინდა იგივე ნაცების დრო რო აიღო კაცმა ხო იყო ახლა ხო ყავდათ მორჩილებაში და როგორ ექცეოდნენ ქართველებს მაინც წინააღმდეგობა იყო მაინც ზიზღი იყო სიძულვილი იყო მაინც ბრძოლის სურვილი იყო და ბოლო ეს იმისთვის შემოაგდეს რომ სამოქალაქო ომი გარდაუვალი იქნებოდა და ამ ჭორვილელმა მაიმუნმა ისე გააშტერა ხალხი ისეთი სისტემა შეუქმნა მოსყიდვის უნიკალურად იმოქმედა რა მოისყიდა რა პირდაპირ მოისყიდა ერის 15% დაახლოებით ყველა დანარჩენს გამოუცხადა აი ჩვენ ვართ ქოცებიო და ჩვენ 15% კარგად ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში და დანარჩენი ფეხებზე კიდი ხართო რა ამის წინებზე სხვათა შორის მაგაცე შემხვდა ერთი აი ასეთი ესაა მათი სიმართლე გითხრათ პოსტი იყო
ბიძინე თუ მიშავ. ეს ხდება რეალურად ქვეყანაში. დინარაძე თერჯოლიდანაა, მაგრამ არ ვიცი ღვანკითელია? აღარ მახსოვს. მაგის ბიოგრაფიის შესახებ ბევრი საინტერესო დეტალები გაგონილი, მაგრამ არ მახსოვს ახლა ზუსტად. ღვანკითელია თუ არა ღვანკითელი ვერ გეტყვი, თერჯოლიდანაა. საკუთარ მშობელს რო ძულს იმნაირი შვილია რა. კურსი ყავდათ მაგენ სასწაული. ესე იგი, მათიკაშვილი, ჩიჩილაკა, ეს დინარაძე, საერთოდ ნიკოლოზ ჟავანაძეს მაგეთის კურსელია. არ ვიცი ზღავა. ნიკოლოზთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს ადამიანური და მაინც მეუთხარი თუ იმეს დედაშვილი დაუწყებლია ყველამ შენ კურსზე რა მოგიყარა მეუთხარი თავი კურსელებში არ გაგიმართლა თქვას ხო თუ დაგხმარებია ამი საიდანაც არ უნდა იყოს მაინც მამუკამ დინარაძია გენერალ-მაიორი და აღნიშნულობაა სადაც რომ ჩემი ოჯახის წევრი იყოს ღმერთმა დამიფაროს მაგნაირი ოჯახის წევრი და ის კიდე ის იყოს ეჯანდაბათ მინდა ეგეთი ხო ნიკოლოზი მაგერის კურსელია რა ვიცი ნიკოლოზი თავში ყავებული კაცია თორე საინტერესოა ერთი სტუდენტობაში როგორი ბიჭები იყვნენ. რაც ახლა ის იქნებოდა სტუდენტობაში, მაშინაც ჩამშვები და მაშინაც ენა მოტლიკინე და დიდი სიყვარული ნიკოლოზის მიმართ არ გამოუხატავთ პირიქით. არ უყვართ ხო იცი? თავისი გრეხების მცოდნე თავის გუნდში და სადმე და რამე და ამიტომ არ წყალობდნენ ნიკოლოზს. პირიქით მტრობდნენ. ნიკოლოზ გაცდენილია მნიშვნელოვანი ლექსი. არ ვიცი, არა, იქეთ ნაცები არიან კიდო მაგის კურსელები ვაფშე სასწაული ხალხი. ალბათონო შემდაირი კი არა ამ ქვეყანას დავით აღმაშენებელი, სტალინი და სოლომონ პირველი ერთად უნდა რომ ასოროს სიმართლე გითხრათ. ნიკოლოზზე კაცო. ჟავანაძეზე მომ. არ წყალობენ არა ძმაო კი არა პირიქით 1000 პროვოკაციებს უწყობდნენ ეგერ. მაშინ კიდე გარეჯის ამბები რო იყო და ის რო იყო ნიკოლოზსაც ქვეყანა პროვოკაციები მოუწყვეს. ნუ ახლა გენერაციმუსი ავიცი ძმაო ბიზნეს წმინდანათაა შერაცხულია კოცებში და აბერასიმაში არის ჩუჩხე ჩრდილო კორეაში აქ არის ჭორვილა აი მამუკია კოსტაია პროსტაია ოხერი დედაცვატირე კი დიდი ყო მაგათი ლექტორი ჩემი ძმა მაგათი ლექტორი შემოგევლე რაშია საქმე იცი მაგათი ლექტორიც მაგათი სულიერი მამაც მაგათი პოლიტიკური მამა ყველანაირი არის ედვარდ ამბროსიძე შევარდნაძე ამბროსიჩევი არის აგენის ყველა
არა, ედვარდიჩე, მოდი. ვიცი, ნაცემი თუ ყავდა, იმიტომ წარევასება, რა ვიცი. არ მეუბნება, არ უთქვია, ვერაფერს ვერ ათქმევია, ხო იცი ახლა. ნიკოლოზი ცოტა თავშეკავებული კაცია და არ მეუბნება მაგნაირ რაღაცას. სოიცი სტუდენტობის წლები მაინც ოქროს ხანაა და ბიძინა ჭორვილელი. მე ეგრე არა. ისინი არიან ყველა ერთი დიდი საქართველოს მოღალატეთა კავშირით. არ გაიგვირდეთ მალე სხვათა შორის სააკაშვილი რომ გამოვიდეს, რა მოხდა მერე? რა იყო შეკაიკაცო, არ გამოვიდა მერაბიშვილი, არ გამოუშვეს ახალაი, ახლა კი შეაბრუნეს, მაგრამ მიშა არ უნდა გამევიდეს? მიშამ თლასასწაული დაგლიჯა? წმინდა გიორგის თავისი სურათი დაადგა და ზვიგენს ვებრძვიო. არა, ჩემო ძმაო, აი როგორ გითხრა, იცი, საქართველოს დაემგვანა ერთ დიდ ფსიქიატრიულ კლინიკას. შალვა ამბობდა მაღრაძე, ექიმი ხუა და ავლი ბზურავაშვილის ერთ-ერთი საყვარელი მოსწავლე იყო და მე ამდაერი ხალხიო მინახია, კაცო, მაგრამ რომლებიცო ღმერთს ელაპარაკებოდნენო და წმინდანებად მოქონდა თავიო და ათა, მაგრამ ეს ხალხიო მე მინახიაო ფსიქიატრიულშიო. საქართველოში ზესტაფონში თუ არ ნაკეიფარი? არა ვარ ნაკეიფარი, ქვეყანას მაგაცები მყავს ზესტაფონში. ჩემო ძმაო. ხო და საქართველოს დაემგონა დიდ ფსიქიატრიულ კლინიკას. კაიროში მოხდა ადრე ესეთი ამბავი. მოკლედ ფსიქიატრიულიდან გაიცენ გიჟები. ამ ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორთან მივიდა პოლიციელი და როგორც გიდა, რანაირადაც გინდა 250 გიჟი არის გაქცეულიო და უკან დააბრუნეო და მოკლედ გამოვიდა ეს ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორი და წაიყოლა ორი კიდე ექიმი და ჯაჭვად ჩაერდნენ და ვითომ მატარებელი იყო და ასე სვისტოკის ფშვიდინით გაუყვა და გიჟები ბუნებრივად ჩაებდნენ და გაყვენ. აღმოჩნდა რომ შეიყვანა რა ეს ყველა საგიჟეში შეიყვანა და გადათვალეს მოკლედ გახარებულებმა და აღმოჩნდა რომ 250 გიჟი იყო გაქცეული, მაგრამ უკან დაბრუნდა საცხას 305. ანუ 55 გიჟი ისე ყოფილა ქუჩაში და გამოყოლია. ამასაა დამგვანებული ქვეყანა. ყავთ გოგოები თანაკურსელი, მაგრამ ერთი ვიცი მე მაგენის თანაკურსელი გოგო. რა ვიცი, ლიბერასკა, პირწავარდნილი. არ ვიცი ძმაო, მაგ კურსი არის მაშინ შესაყვანი. გინესის რეკორდების წიგნში რა. აი ღვინოა ძმა საქარაში. აი ხალხი ცხოვრობს. შემოგევლე. დალოცვილი ასამ საქარაში მეგობრები მყავს კაც. მახსენებთ ახლა თორე ნოსტალგიები შემომაწვევა. სასაცილო რა არის ასია დამიჯერეთ რომ საქართველოშიც ასეთი ექსპერიმენტები რო ჩაატარო. ხშირი იყო შემთხვევა რომ ფსიქიატრიულში ჯანმრთელი ადამიანები ხდებოდნენ კომუნისტების დროს კი არა, შეერთებულ შტატებში მაგაზე ექსპერიმენტები ადამიანებზე ნატარები ისე უნდა. ეს გიჟები გამოშვებულია.
ხო ჟავანაძე დაბრაგეს შენ ჩვენიანი არ ახარო აქანე შენ არ აქანე შენი ადგილი არაო არც იქანე მიგიღებ თუ არც ნაცებმა არც ხოცებმა და ეიქცა კაცი ბოლო მოსკოვში ახლა იქანი არ აყენები არა ხარ ჩვენიანი შენგან ვერ გამევიდაო ერთს დაცი და ვერც კოციო და ორივე მტრობე აი შევეხმიანები ერთი თუ ეცლება გადავხედოთ დიდი რუსეთის ამბებს დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის გაიხარეთ დაგემშვიდობებით ახლა ელტერფიანობას ეშველება ჩემო ძმაო ელტვიან ტვინიანო